მენოდარ ყვერაძე ვარ და აქ მაგარი ძღნერი სუნი დგას. ფემინისტები აქციას მართავენ და ისინი ლაპარაკობენ ქალების უფლებებზე. მე კიდე როგორ ჭეშმარიტი ჯენტლმენი ამ საყლევეთში მოვედი, რომ მოусმინო მათ. არა ისე მაგარი ყარსაქაურობა რა. თუ შეიძლება პროჭი გამოიწმინდეთ სანამ აქციაზე მოხვალთ. ელემენტარული ჰიგიენა. ზღრენდემონა რის თუ შეიკრიფეთ აქ? ვინა შენი ზღნერდემონა ბიჭო? დესდემონა მქვია. ანუ იღლიების გაპარსვას აპროტესტებთ? მარტო იღლიების არა, ფეხების გაპარსვასაც. My body my choice. ქალბატონო ზღნერდემონა, მაინც და მაინც ვერ გავიგე რა ჩემი ყლე გინდათ ამ ცხოვრებაში. თეთრი დათვი ვარ, შენზე მეტი ბანჯგვლები მაქვს და მე თვითონაც კი ვიპარსავ იღლიებს. თუ არ გავიპარსავ, ავყროლდები. რა გადაეკიდეთ ამ იღლიების გაპარსვას ვერ გავიგე. რამე დაგიშავეს? ეგრე გევასებათ ბანჯგვლები? კაცებმა უნდა გაიპარსოთ ყველაფერი, იმიტომ რომ ორანგუტანგები ხართ, ბინძური ორანგუტანგები, რომლებიც არ იმსახურებენ სიცოცხლესაც კი. ქალები კიდე მთვარიდან ჩამოსული ანგელოზები ვართ, რომლებიც ჩვენ მომენტს ველოდებით, რომ ერთ დღეს გავიღვიძოთ, გავაკუეთ და გავფრინდეთ ამ დებილი პლანეტიდან. რა ვერ გაიგე, კაცო? რა დღეში ხარ შენ დედა მოტყნულო შენა, ჰა? კაცების უფლებებზე რატომ არავინ არ ლაპარაკობს, ჰა? კაცები ყველაზე მალე კვდებიან. კაცები ყველაზე გვიან გადიან პენსიაზე. კაცები ყველაზე მეც მუშაობენ ფიზიკურად. კაცებს ციხეში რო სვავენ უფრო მეც აძლევენ ვიდრე ქალებს. კაცებს სხვა კაცები თანგავენ საკუარში. ასე რომ დაიჯვრა შენი პრობლემებით.